რა გითხრა? უჩუტე სამბავიო. უჩუტე კარგად არის, წოლჩული ყავს, უმაღლესად არის კარგად არის. რა ვიცი მე რატო არ მოდის, თავის ყველამ თავის შექმნით. მიუტან ახლა ამ და რასაც გადავიღებ და უნდა ჩამოვიდეს. იგი იყო ჟულეტა და ვიცი. თქვენ როგორ ახართ გოგო? კარგად. ყველა კარგად. შენ ძმა სად არის? ჩემი ძმა საზას გაყო, მამაჩემს. ჯისაკიდლა, ქუთაისში? კარგია. ბებია როგორ არის? კარგად. მშობლები ყველა კარგად, ყველა კარგად. დედა შენს გავხავის ახალახალასი. კალბატონო შაშანას თქვი არც მოსვლას და 120 წლის მერე წასვლას არავინ არ გვეკითხება. რამდენსაც ვიცოცხლებთ, ჯობია რომ პატიოსნოთ იცხოვროს ადამიანს გაისახელოთ. ახლა ფლისნებაა და წასვლას. ვინ შეგეკითხება ან მოსვლას და ან წასვლას? ოკეი, ნახვამდის სკოლას დროებით, ყველა კარგად იყავით ბედნიერად, გისურვებთ წარმატებას. თქვენ ახალგაზრდა მომავალ თაობას, კარგ ბედს. წარმატებას ვიცოცხლებ. ხო, გადაეცი აბა აბრაშკას. კი. შემგან. კი. შეიძლება ვახსოვ არ, მაგრამ ახლა უფრო მე ახსოვ. ბავშვი ყავმასთან. მაგრამ მაგას უფრო ემახსოვრება უსტანიეს მანქანას დევიჯექი მე და მომუშავებდი და იმას ვაკეთებიებდი. ხოლა მაგით შეიძლება გავახსენო. აია, კარგად იყავთ. ნახვამდის, დაიკავ. ვიცოცხლე. ისაკლიბო. იმას ხოლმე. ამას უნდა ცუცა. გენოგოლოგი იყო. ისინი ამ სასწორდა გაუთხოვარ ხალი. ამ სასწორო. ახლა აბულია ხამა. და ისე და გაბალოსი. მოიცა, პაული არის. საკვი? მამა. ისინი მაიგო. ისინი გაბალოი. აბულიაი. ისინი გარი. და აიბოდა ლაბანგუზა საბეთეთან გარი მისვი საფრები არა აბულიო თიგანაკი გავრთ მე აქ სახლი ვიღებ აქ სახლი ხო დარგოვილია აქ ვინ ცხოვრობდა ამ პატარა სახლში ბოდეხაი ხო ვითარ რომელიც დარგოვილი აჰა როგორ გიოდათო Так, ცხოვრობდა ის ახანა ბორიას მამა და აბულის. ამას ცხოვრობდა რეპიკოვი. იმას ცხოვრობდა იქანა ბესიგოვი. მოიცა, ჯერ ამ სახლში მე ამას რეპიკოვი ცხოვრობდა. ის გაბრიელიჩი. ხო. ამ ვაი ცხოვრობდა ეს. უნივერმაქს მუშაობდა პულაში რომელიც ამას ცხოვრობდა მუშაობდა. ვიში ბესიგოვი გაბრიელიჩი ხო ამის ამ პატარა სახლის გირე ცხოვრობდა მოშე ეს ცუდად გახდა ძალიან ცუდად და ერთ კივრი ჩუი მე ჩავარდი და ხელი სუთებით მოგვაბურნენ და გადავარჩინე მაშინ ამ ფიჭაზე ცხოვრობდნენ ამ სახლში ცხოვრობდა მოშე ამ სახლში ცხოვრობდა მოშეს ბიჭი შოთაი ამას ცხოვრობდა შოთა მოშეს ბიჭი ამას ცხოვრობდა შოთა და ასე დატოვებდა გალი ეს სახლი ახლა გაყიდულია? არა არ გაყიდული აი ბრენო დატოვეს და წავიდა ეს ხო დატოვებულია საგან ბაიტეს დასაჭრუე მაგარ ამაში რა აი ყველა დატოვებულია არ არის ციგარი და აი მაშინ და არა ჩორუმი სიგის რამაში
აბა სული სხვა არაფერს ისე. აბსოლუტურად პატრონი მაგ მის სახლის მისი რო არის ყველა და და 40 მოქალაქეა აქ. زر خلاص السنة ساخلي يصير يستخدم زي كده ასე მიქელაძის სახლია კანა ცხოვრობდა ეს. ახლა ამ სახლით გუთი ბორიას სახლი არის ჩვენი მისი მომუშავე. აქ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში? ამას ვიცი ბუჩენა სახლი რა არის? ბუჩენა სახლი ესა. ხო ბუჩენა ნამას ცხოვრობდა ბუჩენა და ბუჩენა რა გვარია ესე იოსებ სახლია ოზოვშვილის აი მაგი გედულა რო არის აი სახლი აი ბაიში ესე იგი რაც ასე გამოდის რაც იკეთეები ქონდა ებრაელი ქონდა აქნა აბა ესე იოსებ სახლია ოზოვშვილის იოსებ მოძღრიშვილის ხო სად არის ახლა მაგე მე ხარჯი გადაგზავნებულია იოსებ სად გარდაიცვალა ახანე გადაიცვალა კულაში ხო როლაბარგოდენ არი მოიბარენო მობარაუდო და ამაზე იყო საუბარი ხო მისი დედა მოხალე მაგაზე იყო ლაპარაკი ხო ადრე ხოდა ამ საქმეში სულდა ბორია მოსესმის ბორია ცხოვრობდა აქნა ეკიბრო ამაში ბანძელი ცხოვრობდა ბანძელი რამბიო და აბულია ხო ახლა ბანძელი ცხოვრობდა ამაში ბოგია ცხოვრობდა ამ საქმეში მაგრამ მაგი ესე ბაზულის სახი არა ესე ისინი რემონტი გაგება მოსკოვიდან შემოყვანის სპეციალისტები რომ ერმეტაჟი გარემონტე ეგე კაცკაცო რო დაყובოდა იმისა რესტავრატორები იყვნენ აქანა ყავდა შემოყვანილი ესე ამაში ბოგია ცხოვრობდა ბოგია რაიები ახლა ამას ცხოვრობდა ბოგია გამარჯობთ ამას ქვია ზურიკო არა ზურია ზურიკო ზურა ბოგი რა გვარიყო დამავიდა აბული მისი ის მილი ერთი იქეთი ხოლო ის ჩვენი მეორე აქ იყო მაგრამ ახლა ის ბატონ სპისკის კვილი იყო კი მივდიოდი მაგრამ ახლა გამახსენდა სწორი ხარ დაგიმარჯო გამარჯობა კაი გამარჯობა ყველას გამარჯობა თიცოცხლ დაგიმარჯოთ თქვენ მძანდებით ჩვენ აგერ მაცხოვრებელი ვართ რამდენი ხანია რო ცხოვრობთ აქ დიდხანი რამდენი ხანი ავთქვა აღლა აი ხანი 84 წლის ვარ და ჩემოდი 30 წლის ავთქვა მისეზადია რა გვარი ხარ თქვენ კალბატონ შენგელია აი ადრე მიშგოს ნაკონის სახლი იყო თავზე მიშგოს ნაკონი არ იყო აი სახლი ადრე და მიშგო იოსებესმის ახლა ადრე შეფსაგარენა ცხოვრობდა არა აქ არ ცხოვრობ ახლა ცხოვრობდა ახლა მე ცხოვრობ შიდა არა მაგრამ ადრე ცხოვრობდა ადრე კი არავინ არ ცხოვრობდა ქართველ სკოლია გაყიდულ ქონებია და დაწყებული იყო ჩემ სახის ცხოვრობდა აბრაშკი ელიშაღაში აბრაშკის შესახსოვრობდა კი როდა მიშგო ფომბალო გოძღორობდა ხან ცხოვრობდა ნაფშონი ნაშონი ამაში სად აქ გაგვარი იყვნენ მაგინი შენგელია ნაფშონი რა გვარი იყო ნაშონი რა იყო ნაშონი იქი ცხოვრობდა ისხაკ კოზლიკი მე შევალთ მაგანა ჯერია კარგად ძანდებოდეთ დიდი ბოდიში და კეთილი ისურვებთ ყველას წარმატებას
თხილი. აი აქ. ვიცი რო არ არის მაგრამ ღმერთმა მაპატიოს რა უყვა. ოსანა სამანდრობო ხის სამანდრობო შორისა. მე გააკეთეს სამკერვალო. სამკერვალო იყო. მე სამკერვალოს მე გააკეთეს ესე. სკოლა. იმიტომ იქ დაინგრა ხის სკოლა იყო. ხის სკოლა იყო და გადმოიტანეს მე ახლა ახალი. კი ბატონო. წინ კიდევ სამკერვალო იყო მანქანა საბედაბერო დექანა. სამკერვალო იყო. ყველაფერი გერებოდი. ისე შეიძლება მოდი არ გიძამ გორი არაფერი არ გიძამ აკოჩი აბა მაგის გული წინ ვარ ჩამოსული ო რამდენჯერ ვარ ამ ხეებზე დათამაშები ასული აქ ხო ცხოვრობდა ნინა ხო ცხოვრობდა აქ ხო ლიდა სორი აგინებდა კომუნისტები გეგმაში ასრულებთ რა მაქვს ამდენ შესასრულებელიო არ უნჭებია აქ ბევრი აზიას სახლი Altoni ყოფილი სახლი. Agora tu usa mi chaqueta assim. Esse cortulchi uğarcı, cortulchi tabi. Tapçamı olayım askına mı? Tamam. Vakit kalacağız. Ateşli kahve gamçı. ესე მიშაკეტაშვილი იყო აქ პეტერი ცხოვრობდი მე ცერტუთ გამარჯობათ ქალბატონო თქვენი სახელი და გვარი კლარა ტიგაჩეიშვილი რამდენი ხანი წელი ცხოვრობთ აქ თქვენ 54-ის მე 54-ის სულ აქ ცხოვრობთ არა თქვენ კი რა სიტყვოდი კულაშის რაიონზე საქართველოს რა სიტყვოდი რასიტყვივა მშვიდობა და ყველაფერი კაც, მაგრამ თქვენ უკვე საჯობია ყველაფერი შეხანი. ქართველებრაელებზე რა სიტყვოდით ქალბატონო? ქართველებრაელებზე ვამბობ ზუსტად, აბა რა იხართ თქვენ რა იყავით? ქართველებრაელები არ იყავით? საქართველოს დაბადებული და გაზრდილები ხართ. თქვენთვის ქართველებზე უკეთეს იყავით შვილო. თქვენ ისარა ხალხი იყავით. კირშის მოსადგომი და ყველაფერი. საწყალოთა რომ მოვტარ, პარიკმახერი რო იყო, შალია პარიკმახერი. შალი რო იყო, მევიდა ახალი ჩემი ხვარი სამძიმარდა და ამიიღო 20 ლარი და სამოსახულზე უდობს. და რაია, აგი მე 20 და ჩემი უყურს. გამორთმეული ხონდა და ნია მას ახივიჩენი. აი ჩემი ოტიკომა მასის ხამეო და კონტროლი ჩაუდოა სამო თქვენ ისალა
ის ნამუსიანი ხალხი იყავით. გაიხარეთ. იცოცხლეთ. მოგვიჭირდა შვილოდა მევიდოდი თქვენთან ფულით რომ არ გქონდა ისიათ მქონდა ხელი შემწყობ იყავით. ნამდვილად კაი ხალხი იყავით. კაი მეჯერა. გულაში გევიზარდე, გულაში ახიებარი და მაგის რახამი არ მაქვს. აღმაგზაი მოგწინ. ყველა აღმაგზაი. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი ხალხი იყავით. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენიც ასე, თქვენიც ასე. თქვენ ასე თქოდით ქალბატონო კიდევ დამატებით. ახლა მე ძალიან დიდი ისტორია არ მახსოვს, მაგრამ ძალიან კარგი ვიყავით. ვაჭრობა იყო, ხელის გაწყობა იყო, ერთი კოჭლი ბესიე იყო, იმდენ საქონელს მომიტანდა, დამიტოვებდა. ხო, გაყიდე, აი სახლი და კარი რაც არის დადგმული, აი ღმერთის წინაშე ვიტყვი, რომ ყველაფერი ებრაელი ერისგან არის ხელშეწყობილი, იმიტომ რომ ყველანაირად ხელს მიწყობდა საქმეში, აფული, იხმარე, ფეხზე დადექი, მერე მოგვეცი და რა ვიცი, აბა ყველაფერი კაი მახსოვს, საერთოდ საქმიანიერი იყო და უნდოდა თუ უღალატოდ შეამჩნევდა ქართველ და პატიოსან ადამიანს ხელს მოუწყობდა. ხო და იხმარე, დადექი ფეხზე შეიძინე, გააკეთე. აბა თქვენ რო წადით, მე ამ სახს არაფერი არ მოცხებია, ერთი კრასკის დონე და გაშავებულია საბორი, ჭიშკარი და ვერ გავაკეთი. არაა საშუალება და ამიტომ და თქვენ რო იყავით, მაშინ კი გაკეთდა ყველაფერი და დავდგი რაცხა და შვილებს მაშინ ვასწავლე და ტანი და ფეხი მაშინ გვეცვა და საჭმელს, მაგრამ ახლა დამათხოვრებულია ხალხი. ნეტა ღმერთმა ისე შემოაბრუნოს ქვეყანა, თქვენიერი დაბრუნდეს აქანე და რაცხა კარგად გრძელდებოდეთ ქალბატონო, დიდი მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ. გისურვებთ წარმატებას, იცოცხლეთ, გაიხარეთ ყველა. იცოცხლეთ, გაიხარეთ. ჩამოდით, ხახი, ჩამოდით, კაცო. რაია. კაი, კარგად გრძელდებოდეთ ყველა. კარგად, ნახვამდის. აბრამილი ჩამიგითხე და გადამიგოს. კი ბატონო, ისინი ჩინე. კარგად, დიდი მადლობა, გამეხარდა თქვენი ნახვა. ყველამ გაიხარეთ, დიდი მადლობა, იცოცხლეთ. خبال على زمان خبال على زمان აქ ვიყავი შარშან 2012 წელში პროფილაქტიკაში და ეხლა ჩამოვედი 2013 წელში ზუსტად 1 წლის უკან ვიყავი წილი და ერთი თვის უკან, მაგრამ მაინც მოვედი მამაჩემის ყოფილი პროფილაქტიკაში. მაინც გადავიღე აგერ სურათ. კინო. იყოს მაინც. იყოს. გამარჯობა, დღეს რიცხვი არის თარიღი 27/05/2013 წელი, ორშაბათი დღე იმყოფები სამტრედიის ბაზარში. გამარჯობა ბატონო, თქვენი სახელი ბოდიში? რეზო თავაძე. რას მოღვაწეობთ თქვენ? მოღვაწე ვალუტაზე მუშაობ. რას ქვია ვალუტა? სავალუტო ვიცი მე რა არის ვალუტა, მხოლოდ ვალუტა თუ არ ვიცია, ტურიევა, ფაშისტი ყოფილა ჩვენი საქმე. კი ბატონო. რუბენა მეხვეწებოდა საფს ვაშენებდი პერიოდში, რომ ინფლაციაზე მიდიოდა. დაანებე მაგიშენებრო, საერთოდ რასაც მევყიდულობ იგი არ ვაყიდია გამხელვალა. დიდი მაგარი ინფლაცია მაქვს. 100 წალი სტამბოლგა ბეთე წამოვიდეს ქობულეთში. 2 წელი დევიტო 2 ბიჭი მყავს, მე 4 წელი. განაცენ დაიღო, მოშმაში არ გქონდა. ერთად ვიმუშავეთ 6-7 წელი, სანტექნიკის მაღაზია ვქონდა. იმის გული და როგეიტაცემ შვიდ პრამესროლენ მანქანა. დაიქანა ბაგიაშობიჯო. მოდეხაშიჯე ლაბარობოს, უბრალოდ. ვიცი. საუბარ. ასეო. ის სიმონაშვილები შეთანხმდა ერთად ის ნაღდათ ძალიან სიახლოვეს ერონზე რომ მუშაობდა სათიანი გულადასთან და ერთად პრაქტიკაზე მივედი მაშინ და მაგიდავს და არჩევი სამჯერში ოთხჯერ მომწვა და მე ხუთჯერ რევიზია შევიდე აეროპორტში და ამას თქვენ გლახად კარგავთ მეთქილა შევიდეთ ჩვენთან რაჯენი ვეწავი და მე გეგუძვის ომის დამატა ვეძეთ გეგუძვის ბოდიში ქალბატონო რა თქვი?
მაგათგან ვისწავლე ვაჭრო. რატო ახლა ცუდი მდგომარეობაა? ცუდი მდგომარეობა, რა არის? რა მხრივ კალბატონო? ყველა მხრივ. ამის ბებია დაიწყე კულაშიდანა. კიდე მე ამას ვლაპარაკებ, რომელი ბებია ჯერ ბებია ჯერ დედმამა არ მიკითხია და რა თქმა ჯერ ბებია დაბაბუე, მაცალე ერთ წუთი. რა მხრივ კალბატონო, სოციოეკონომიურად ძალიან ცუდი პირობებია? ამოსწორების პირობებია, პარა პირობები. რუსეთში სამჯერ 4 მაინც ჩაკვიდოდი. ჩვეულებრივი მოქალაქე და ახლა ვერცად ვერ გადიყა, მარტო თურქეთის გზაა გაგზავნა, თურქეთი რაცაა გაგზავნა. მომავალი? ჯერ ერაფერ პირობები შენ ნახოთ. ნასხვი არ უჩანა. დაპირებები ბევრია. ყველაფერი კარგად იქნება. როდის მაგისტრატე? ყველას აქვს რაღაც თავისი ოცნება და თავისი რაღაცა ცხოვრების გზა და ფიქრები. ყველა ფიქრობს თავისებურად. ჩვენ შეგიძლია ყველაფერი კარგად იქნება და შეიძლება ჩვენ ვაპარაკო. ყველაფერი ეგრე აწიო ხელი და თუ გინდა მე თუ გინდა სხვამ და ყველაფერი იქნება კარგად. ახლა ამ წუთებში ამ ადამიან უჭირს. რაც უჭირს თავისი ვისარულის. ყველა დღიური მოთხოვნილება ხო გინდა დააკმაყოფილოს. სამი ბიჭი მყავს, რაზე უნდა წავიდეს რაღაცა ჯარში იმის გულისთვის რომ ხელფასი ჰქონდეს. მეტი არაფერი არა. მაგია რა, შეიძლება ისე ისე. არა, კი, ვაჟკაცია და წავიდეს. მე საჭირო ჯარის კაცი ვით არ ვარ, თელი დღეფას ვერ გავარ, საათამის. ჩვენ დედამამი გადმოსულობთ მუშაობ. ხალხს არ გაატარებენ სამხედროს გამოგდوارა. რამე გები სამსახური მიდივარ, საქონელი უნდა მოვიტანო მთელი დღე უნდა ვიდიო. არ წამოავლოთ. ამას მირჩევნია ფიდანტური მქონდეს 100 და 200 ლარი ხელფასი და მქონდეს სამსახური. ამ ქუჩაში აიგე ვწავლობთ 100. სამსახურები არაფერი არა. ზივართ ქუჩაში. და ზაფხულში, ზამთარში, თოვლში გვათოვს, გვაწვიმს. მთელი დღე მზეზე ვდგავარ. აგია, ცხოვრება? ცენტრი. გამარჯობათ. სად ვიმყოფები ახლა მე სერიოზულად გეუბნები. ჯულაურში. ხუნჯულაურის რაიონში. სოფელ ჯულაურია სამტრედიის რაიონი. სამტრედიას ეკუთვნი? ჯულაში მოგამოიერე. კი. სამტრედიას ეკუთვნის ჯულაური. ბადრია მოვიდა. შეიძლება? ჩაყოლა ზეგიცნო ძუძელი კურდა თუნა დამზადიყავი კურა სამტრედიაში. კურდობა არ არის ჩვენ საქმე. ჩააკვირდი მამატორი. რა ხდება აქ ამ სოფელში? შენობა. ლეხანკო. აგია. კურას ჯობია ადგილი. ბუნებითი. ბუნებით და ყველაფრითაც. თუ გააშენებდნენ, გაალამაზებდნენ და ისინი დარჩემოდნენ აქანა მოსახლეობა, აი ადგილი არის, წყნარი ბედნიერი, მშვიდობიანი. აგია. აქ ცხოვრობს გიამიკელატი არა? ვერდე იქ მოსახლეში. თქვენას მოღვაწეობთ ყველა? ხო. აი მოღვაწეობთ მაგალითად. აი ხნის რაც მაგა უნდა გავაკეთო. 65 მეტრის კაცი ვარ. არ მუშაობდით? მუშაობდი. მე ვარ ისრაელიდან, ჩამოსული. ისრაელიდან? კი. იცი სად არის ისრაელი? მობილარ მარიზები. გაგიგიათ. დაბადებული კულაში. მოდი აგეროთ. ვარდამდე. სეფიაშვილი. მე მიგიქიდან აქედან და მე მეც მე ნამოკვა. იღებს ეს იღებს. ის რა ის? ხო. მე ვარ სეფიაშვილი. რომელიანი ხარ? აბრაშკა მექანიკის ბიჭი. პროფილაქტიკაში რომ მუშაობდა. ცოტა ხარ? ხო. შკიცნა გოგურე. ძიმის რუმია მან. მოდი შევდენათ თვალე ვიდია. შენოს ბიჭი. ერთად მაგი მეათე. ერთი გინი მიფონდა ახლა ისეთ კაცთა. აგერ ბურია. ბურია ტურაია. ხოჩელთან ისე მეორეში იყო. თქვენი სახელი? თორნიკე. თორნიკე რა გვარი? შერაძე. მაგ იქ ცხოვრობდნენ კულას ფაბრიკის უკან. ხო, ზადეს ხო. ხო, იმ ჩასახურში. ხო, იმ ჩასახურში. ხოჩის ჩასახურში. პენსიონა იყო, ვიდრე ჩემი თანაგლასი. ილილაში. კი ბატონო. ხო, პენსიონა. დათო იყო ნანეკაშვილი კიდე, მაგრამ იგი არ ვიცი, დათო ნანეკაშვილი.
58-იანებია, მაგრამ აბრაშკა მექანიკი. ჩემი ძმა მაქანა ვინაა შიგათ. კი ბატონო, მამა ჩემია ეს. მე კი ვიცი ბატონო. ამას იცნო? კუკუია. კუკუი, კუკუი. ვანელი. კი ბატონო. ვანელი. არა, ყურას ცხოვრობდა მაგ. რომელი შიყავ, რომელ მეათე სწავლობ? პირველში, მეორეში თუ პირველში? აქ სწავლობდი მე არა, აქ. კი ვიცი, მაგრამ მაგ 300 იყო. ეს ბაბუა ჩემი. ელო. რომელია ის აშკარის? ეს მიშა ბეხურა. ბაგაჟი. ბეხურას მიშარი მაქანა კიდე? ო, გაი. ვინა ასწავლოდა რა ხეთა? ესე ხო იცი ვინ არის ვალიკოს ძმა? თუ ბიძა. უნდა იგეს. იკაჩეიშვილი რომ არის. ო. დაიგავე ასე. კი ბატონო. არა, დაიგავე და ეს საიდან დაახოდა, ახლა გამჩერმა იდება აგორა. 75 თუ ჩვენ დროში ებრაელებისათვის ურიას გადახება საძრახისად მიგვაჩნდა ადრეულ პერიოდში ეს ასე არ იყო თურმე. ნათან ელიაშვილის აზრით სიტყვა ურია ორი ებრაული სიტყვისაგან შედგება, რაც დამაჯერებლად განმარტავს მის შინაარსსა და მნიშვნელობას. ერთი ურია შემდეგი ებრაული სიტყვისაგან შედგება. ურ არის სინათლე, სანთელი და ია გამჩენი, ღმერთი. ორია. ანუ ორ. ღმერთის სინათლე. კი ბატონო. ასეთი სახელით შემკობილ ებრაელს სრულიად სხვა შეფასება და მნიშვნელობა ჰქონია მაშინდელი ქართველებისათვის. ესე კიდევ რაღაცა შემოიხსნა. ამაში არის აბრამ ანზორ სეფიაშვილი ესე მეათე პირველი, მეათე პროკურორი. მიშა. ისე სამაჯობა. ემიგრაცია მიშა. ვანში პროკურორი. ვინა მაგრამ. მეორეში და მესამეში ბათაშვილი. თვითონ კლასში ვიყავით მაშინ პროკურორი მიხეილ აბრამიძე იღილაშვილი. 40 და 42 მოსწავლე სწავლობდი მაშინ და 42 და ხო 21 და 20 ებრაელი იყო და განაჩი ებრაელია. მეტი გაიგე. მასე იყო ხო მასე 12-13 ვიყავით ქართველი. ხო და მე მეათე კლასში გადავედი მეათე კლასში და უკვე გადიოდა მე მეათე და ხო და მე მეათეში უკვე ჩემთან სწავლობდა ბორია სწავლობდა ბათაშვილი იყო ხო და ის შეფაშანელი განაჩერმა გევიდა განაჩერმა მე მეათეში უკვე წევიდა ისრაელში ებრაელებს ქართველი ხალი რო ყავდა. 3-4 ანდელაკი ჩინა ანდელაკი ლაგერიდან. ანჯელაკია. ის მე დანარჩენი ისრაელის წევიდა ისედა სწავლობდა ისეზე. ილიც ხო გახსოვს ბიჭო ჩვენი ურთიერთობა რაფერი იყო ა? რაფერხელობა შენ მასწავლე ბიჭო მანქანა ხადამჩიკობა. ოჩახ ამე ფიქრობდი თუ როდის შემხვდები და როდის იქნება ჩვენი შეხვედრა გოლა ღმერთმა ინება რომ შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი ბიჭი ვიცანი შოთა როგორ დავინახე იმ თვით. აბა გეიხსენე ჯებალი გაგუა ჯებალი გაბეჩოვა. გეიხსენე ვახტანგი გელეიშვილი. მალიარების უყველა ვინც იყო. იხსენეს მაგა. აი, დავამთავროთ. დანარჩენ თქვენ უცხარეთ. დიდი მადლობა. კარგად. მოგისათვით და